ჩემს ზესტაფონლებს, საქართველოს ყველას ერთად პატარებს, დიდებს, ვლოცავ დღევანდელ დღეს ძველით ახალ წელს. დავესწროთ მრავლას და დაგვბედებოდეს სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა და ყველაფერი კარგი, რაც არსებობს ამ ქვეყანად. და კიდევ ვისარგებლებ შემთხვევით და დღეს არის თეატრის დღე და ჩემს თეატრალებს, ჩემს მეგობრებს, კოლეგებს და ყველას საზოგადოებას ვლოცავ თეატრის დღეს და დროშის დღეც არის და იმდენი კარგი თარიღებია დღეს რომ ყველა ერთად დავესწროთ კარგად და ჯანმრთელად. ახლა დღევანდელ დღეს რაც შეეხება, პატარები ნახავენ ზღაპარს, თოვლის ბაბუს ზღაპარი. რაღაცა უცხოა თითქოს, იმიტომ რომ ჩვენ შევხვდებით ყველა გმირს სპექტაკლებიდან, მელაკუდას, მგელს, სამგოჯს, მაგრამ ამ ზღაპარში ყველა კეთილია. მელაც, მგელიც, დათუნია, დრუნჩაც და ერთად ვიმღერებთ და ვიცეკვებთ. აი რაღაცა შოუსავით გავა, აი შოუა თითქოს ეს სპექტაკლი და მაინტერესებს მე ბავშვების აზრი. ისევ და ისევ გილოცავთ ჩემო ზესტაფონლებო, ქალაქელებო, სრულიად საქართველო დღევანდელ დღეს. როგორც ყოველთვის ახლა თოვლის ბაბუა სიკეთეს, სიყვარულს, სიხარულს, ბედნიერებას, დღეგრძელობას და რა თქმა უნდა მშვიდობას და ჯანმრთელობას უსურვებს პატარებს. ულოცავს ახალ წელს, ძველსაც, ახალსაც, შობასაც და რა ვიცი, ჩვენი ქვეყნის პატარებს მშვიდობიანი ქვეყანა ქონოდეთ, ეს არის დღეს სანატრელი და ყველაზე მეტად აქტუალური და მეც მინდა შეუვერთდი და მილოცვას და მიულოცო ჩვენს პატარებს ახალი წელი. ბედნიერება, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა ზესტაფონის პატარებსაც და მთლიანად საქართველოს და მსოფლიოს პატარებს ულოცავ ახალ წელს. ყველა პატარს მიულოცავ შობა ახალ წელს და ახალ წელს მათი დღესასწაულია ეს, ყველას ძალიან უხარია მათ შორის მეც და შემიძლია ვთქვა რომ იქნებიან ჩვენ შოუში, იქნებიან ის ზღაპრის გმირები, რომლებიც ბავშვებს ძალიან უყვართ და პატარაობიდანვე მათზე სხვადასხვა მულტფილმებს უყურებენ, თუნდაც სამი გოჭი, ფიფია და 7 ჯუჯა რაღაცა ესე და ვფიქრობ რომ ყველას ძალიან მოეწონება ეს ჩვენი დადგმული შოუ და მათთვის გაკეთებული მთელი გულით გაკეთებული ეს ყველაფერი. შემიძლია ვთქვა რომ დიდად გამოცდილი მე არ ვარ ნათამაშები მაქვს სპექტაკლში, მაგრამ ცოტა დაძაბული ვარ, ცოტა რაღაცა თავისებური შიში მაქვს, მაგრამ ვფიქრობ რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და ყველას ძალიან მოეწონება ეს ჩვენი დადგმული შოუ. მე სპექტაკლში მაქვს ფიფქის როლი, ვარ თოვლის ბაბუსთან ერთად, რომელიც წარუძღვება ამ სპექტაკლს, ესე ვთქვათ, და ჩვეულებრივი მსახიობი, როგორც მსახიობი იქნები, მაგრამ დანარჩენები იქნებიან ყველა თოჯინებით ვთამაშებთ. ეს სპექტაკლები რო არის ძალიან მოწონს და სულაც ვარ ხოლმე აქ სპექტაკლებზე. ინტერესით მოვედი. ყველა სულაც ახალ წელს. ქართული თეატრის დღეა. დღეს სპექტაკლი არის პატარებისათვის, ჩვენი თოჯინების თეატრის და მოვედით რომ მიულოცოთ თეატრალებს. ზესტაფონი მოგეხსენებათ თეატრალური ქალაქია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ფუნქციონირებდეს და თეატრი თავის ფუნქციას ასრულებდეს, როცა მაყურებელი ჟრიამულით მიდის, ნახულობს და მართალ სიტყვას ეცნობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ რომ ზესტაფონში არის შექმნილი ის გარემო, როდესაც თოჯინების თეატრსაც და ზოგადად სახელმწიფო თეატრსაც აქვს საშუალება თავისი მართალი სიტყვა თქვა სცენიდან. ულოცავ ჩვენ თეატრალებს, ჩვენ მსახიობებს, მთლიანად თეატრის კოლექტივს და დარწმუნებული ვარ რომ ზესტაფონის თეატრი ყოველთვის სიტყვის თავის სიტყვას ქართულ თეატრალურ ცხოვრებაში.